თუ ავიღებთ ესეთ ხაბრებს, სადაც დედა კვდება და მას ჩაანაცვლებს მერე რომელიღაც ცხოველი. ეს ცხოველი აუცილებლად არის რქიანი. ეს არის ან ძროხა, ან ხარი, ან ირემი. არ არის სხვა ცხოველი ახლა. დიახ. ხო შეიძლება და ყოფილიყო, რა ვიცი, ძაღლი ვთქვათ რა. არ არის ერთად ცხენი. მაგრამ არა ბატონო, აი ეს რქიანი ცხოველი არის ჯამნაცვლებელი ამ დედის ფუნქციას ფაქტიურად ისასრულებს. დედინაცვალი პირიქით მსხვერპლის წესრიგს ამყარებს სახლში და სწორედ ამ წესრიგისგან დაცვა სჭირდება ობლად დარჩენილ ბავშვს. და უკვირდეთ ეს რგა რა არის ეს რგა. ნახეთ, არის ესეთი უცნაური ამბები, რომ ობოლ ბავშვს, რომელსაც შია, ძროხა ეუბნება. რა გათირებს კაცო, მოუხსენი აგერ ერთ რგაში, თაფლი მაქვს მეორეში, ერბო მიირთვი რამდენიც გინდა. ძროხა ეუბნება ამას, ნუ კაი ძროხა ლაპარაკობს, ეს ხაფრისთვის ჩვეულებრივია. მაგრამ რატო უნდა მომხსნას რგა? მომწელოს და დალიოს ის რძერა. ამით ეს ხაპარი იცით რას ამბობს, რომ პირდაპირ არ შეიძლება იმის გაგება, რასაც მე გიყვები. იწოდე რომ ამ რგას სხვა რაღაცა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს რგა ქართულ ზღაპრებში, აი ესეთი ტიპის ზღაპრებში არის ცის და მიწის შემაერთებელი სიმბოლო, რომელიც ჩვენთვის წყალობის გზით ხორციელდება. თაფლი და რძე, ეს ორივე წყალობის სიმბოლოებია. აი ამით ხორციელდება. ის რო რგა არის ცის და მიწის დამაკავშირებელი სიმბოლო, ეს ბევრი კულტურისთვის არის ჩვეულებრივი. ვიკინგებისთვის, იაპონელებისთვისაც ეს რქიანი მუზარადები რა არის. ალექსანდრე მაკედონელს ორრქიანი ალექსანდრე ერქვა, ხო? ეს რქიანი მუზარადებიდან. კი, მაგრამ უყურეთ რა შეა განსხვავება, რომ იქ ცის და მიწის კავშირი აი ამ რქიან მუზარადიანი ადამიანისთვის არის რა. აი მე ღმერთმა მითხრა, რომ აი ეხლა ის ხალხი უნდა გავანადგურო და წავალ და გავანადგურებ. ქართულ სიმბოლიკაში ეს რგა წყალობის გზა. ეს თაფლი და რძე, აი კონქია ქართული ზღაპარი ხო? რომ ნახოთ ეხლა ამის ეგვიპტური ანალოგი, არ მახსოვს ზუსტად ამის სახელი ამ ზღაპრის, მაგრამ იქ ჯერ ერთი რქიდან არაფერს არ აძლევს ეს როხა. და რა ხდება, რომ ეუბნება, რომ აი შენო ის შენი ოჯახის წევრები რომ შეჭამენო საჭმელსო, ძვლები ხო უნდა აკრიფო არ გადაყარო და მე მომიტანეო და მე საზღვარზე რო გავლენო. ეს ამ ძვლებს მისცემს, ის ძროხა ძვლებს გადაყლაპავს და ამოუშვებს მერე მოხარშულ კატანს. ხო და უყურეთ აქ რა ხდება. აქ უკვე მართლა რაღაც ჯადოა. ხო? ძვლებისგან გააჩინა ხორცი და ამ ქართულ შემთხვევაში რქიდან რომ თაფლი და ერბო მისცა, აქ ჩვენ პირდაპირ გვიქრთალა ზღაპარი, რომ ეს პირდაპირ გავიგოთ. აქ ჩვენ დავიფიქროთ, რომ უბრალოდ აი ეს ძროხაც არ არის ძროხა. ესეც არის წყალობის გზაზე შემდგარი ვიღაც ადამიანი, ან შეიძლება ადამიანთა ჯგუფიც, რომელიც ამ ბავშვს ეზრუნავს და თაფლს და ერბოს კი არ აჩვენს მაინდა-მაინც. შეიძლება გამხმარი პური კონდეს იმასაც და ამას აჩვენებს.